კორუფციის ბრალდებით დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმის ეგრეთ წოდებულ ბაღების ეპიზოდზე დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის კიდევ 4 მოწმე გამოიკითხა. გამოკითხულთა შორის იყვნენ დირექტორები და მეწარმეები. იმის გამო რომ სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდეს მოწმეებმა მოსამართლეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით უცნობია. მათ დღეს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მიეცით თუ არა ჩვენება ლილუაშვილის წინააღმდეგ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია მაღალი საზოგადოების ჩვენთვის არის. ახლა გვანცელაძეს თუ იცნობთ, რა შეხება გქონიათ მასთან ქალბატონო? უკაცრავად არაფერი კითხვა მეგობარს დირექტორი ბრძანდები? მეგობარს მოყვები, დიახ დირექტორი. ახლა გვანცელაძესთან რა ტიპის შემხებლობა გქონდა? არანაირი. რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდეთ გრიგოლ ლილუაშვილთან? არა მაქვს არანაირი ინფორმაცია. ბრალდების მხარის განცხადებით გამოკითხულმა პირებმა სასამართლოს ინფორმაცია იმ კორუფციულ სქემაზე მიაწოდეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან პირდაპირ კავშირშია. პროკურატურის მტკიცებით გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი გავლენის გამოყენებით მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს. გამოძიების ვერსიით გვანცელაძე საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების სანაცვლოდ მეწარმეებისგან ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. ხოლო მიღებული თანხების ნაწილი მფარველობისთვის საბოლოოდ ლილუაშვილამდე მიდიოდა. კახა გვანცელაძე ქვეყანაში არ იმყოფება, მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. ირკვევა, რომ ის გამოძიების ეტაპიდან დღემდე გამოკითხული არ არის. საქმეში წარმოდგენილია როგორც პირდაპირ ხასიათის ისე ირიბი მტკიცებულებები, ბუნებრივია საქმეში მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ასაბუთებს და ადასტურებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ჩაიდინა ქრთამისაღება. ამის აღებას ხომ ედავებიან სწორედ მისგან, ის იღებდა ეგრეთ წოდებულ ატკატებს, კახა გვანცელაძე, ხომ? რატომ არ არის ის ამ დრომდე გამოკითხული და არის თუ არა მოწმეთა ნუსხაში თუ იქნება ის მოწმეთა? არის მოწმეთა ნუსხაში და აუცილებლად დაიკითხება. ამიტომ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვით. ადვოკატების ინფორმაციით ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხაში 87 პირია, რომელთა ნახევარი საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული გამომძიებლები არიან. მოწმეთა შორის საინტერესო იქნება ამჟამად მსჯავრდებული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის რომეო მიქაუტაძის ჩვენება, რომელიც ლილუაშვილის ბრალის 2 ეპიზოდთანაა კავშირში. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ეგრეთ წოდებულ ბაღების ეპიზოდზე უკვე გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან ბრალდებულებიც. ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ დანაშაულზე საუბრობენ, თუმცა არანაირი სახის ინფორმაცია გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულობასთან დაკავშირებით არ მიუწოდებიათ. მისცემს თუ არა ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი კახა გვანცელაძე ჩვენებას სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ უცნობია. ლილუაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას გვანცელაძესთან მხოლოდ წარსული ნაცნობობა აკავშირებს. კახაბერ გვანცელაძე მოგეხსენება დღის მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში გამოძიების ინფორმაციით საქართველოში არ იმყოფება. ის გამოკითხული არ არის გამოძიების მიმდინარეობისას. შესაბამისად, რამდენად მოხერხდება, რომ ის საკითხული იქნეს სასამართლოს ხდომის დარბაზში, ეს ჩემთვის ცოტა უცნაური და გაუგებარია სამართლებრივადაც. მათ არანაირი სახის შემხებლობა, ითუმეტეს დანაშაულებრივ რაიმე სქემასთან ერთობლივი, როგორც ესეთ ბატონ გრიგოლს, ბატონ კახაბერთან არ ქონია. თუმცა მეგობრობას არ უარყოფ. ნაცნობობა მათ აკავშირებთ, თუმცა ეს არის დაახლოებით 10 წლის წინ არსებული მათი ნაცნობობა, თუმცა ის რომ მათ შემდგომ პერიოდში რაიმე შემხებლობა ერთმანეთთან ჰქონდათ, თუნდაც საქმიანი, ესეთ ფაქტს ადგილი არ ქონია. დეტალები ბაგაბაღებთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რა ტიპის შესყიდვებიდან მიღებულ ფასნამატზეა საუბარი გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს ვკითხეთ. საკვებს შეეხებოდა ეს რემონტს ამ ბაღების თუ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით? ეს იყო რაღაც გარკვეული მცირე ღირებულების, სადაც შეიძლება ერთობლებაში რაღაც სოლიდურიც გამოდიოდა, მაგრამ ბაღიდან გამომდინარე, საერთო შესყიდვიდან გამომდინარე, ეს იყო ის შესყიდვები, რომელიც არ უკავშირდებოდა ტენდერს და შეიძლებოდა ერთ კვირთან მოლაპარაკების გზით მიეღოთ ბაღებს ეს შესყიდვები მცირე მნიშვნელობის, გარკვეული სამუშაოების და გარკვეული მცირე ტექნიკის. იქამდე ვიდრე ქართული ოცნება საკუთარ ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციის ბრალდებით დააკავებდა, ამაზე წლების განმავლობაში კორუფციის მკვლევრები საუბრობდნენ. კონკრეტულად რა სავარაუდო სქემა მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ფასი ხელოვნურად იზრდებოდა და როგორ მიდიოდა ეს თანხა ეგრეთ წოდებული ატკატებისა და ქრთამის სახით ოცნების მაღალჩინოსნებამდე, ამაზე კორუფციის მკვლევარს ვესაუბრეთ.
და თბილისში 156 ბაღზე დაშალეს ეს თანხები რო ყოფილიყო მცირე და სინამდვილეში ძალიან ბევრი მილიონი მოიპარეს ამით. ოღონდ ეს იყო ერთ-ერთი სქემა. რომ შემდეგ ეთქვათ რომ იცი რა არის გვანცელაძე რა შუაში აბა მანახე გვანცელაძის ხელმოწერა და მართლაც ვერ ნახავთ თორსად გვანცელაძის ხელმოწერას. მაგრამ ბაღის დირექტორები რომლებიც ეხლა დაყავთ დაკითხვაზე ამ ბაღის დირექტორებმა უნდა მოყვნენ როგორ დაიბარეს, როგორ მისცეს მითითება ვისთან უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება და როგორ ფიქრობთ ეხლა რომელიმე ბაღის გამგე ეთყო და გვანცელაძეს ან სააგენტოს თუნდაც რომელიმე მაგალითად განყოფილების უფროს იმაზე უარს რომ არა იცი რა არის მე ეხლა ამ კომპანიას კი არ გავუფორმე ხელშეკრულებას მე წავალ და რამე სხვა კომპანიას მოვძებნი ესეთი აბსურდი ესეთი რამე ხო არ არსებობს რეალურად აი ეს იყო სქემა რომლითაც მოიპარა ლილუაშვილმა და გვანცელაძემ ფული ბაღების სააგენტოსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს საქმეზე. მორიგი სასამართლო პროცესი 25 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები სავარაუდოდ უკვე სხვა ეპიზოდის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავლენ. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე პროკურორის პოზიციასა და არგუმენტებს გაითვალისწინებს, გრიგოლ ლილუაშვილს წარდგენილი ბრალის მიხედვით 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.